გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები საერთოდ მსოფლიოში, რომ რაღაცის ჩაწერა ხომ მინდა ლაივის და რაღაც თემატიკას ვაწყობ გონებაში, რომ აი ამ თემაზე დაველაპარაკები ჩემს აუდიტორიას და განვიხილავთ რა მოვლენებს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ რა ხდება, როგორ ხდება. აი დაახლოებით 20 წუთში, ნახევარ საათში ისე შეიცვლება ყველაფერი. ის რაც ძირითადი თემა უნდა იყოს, უკვე გადადის, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოების ინტერესის სფეროდან და მოკლედ არ ვიცი რა საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო, მაგრამ ცოტ-ცოტაზე ყველაფერზე ჯობია ვისაუბროთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მნიშვნელოვანი არის რა, რაზეც მიმდინარეობს საუბარი ახლა მსოფლიოში და რაც ხდება ის მოვლენები, რაც ვითარდება, მაგრამ ყველაფერი ეს სიმართლე გითხრათ აგონებს გენიალურ, ეპოქალურ ქართულ ფილმს ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი როა თან ეს მახსენდება მუდმივად აი ეს მომენტი გრენლანდიის სურათთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახლა ძალიან საკრალური არის ეს საკითხი და ძალიან, რა ვიცი, აბა ყურადღების ცენტრში არის და რაც მსოფლიოში ხდება ზუსტად აგონებს აი ამ ფილმის დედააზრს, რომელიც სრული ბარდაგი და სრული გაუგებრობა ტრიალებს და არავის ძირითადი საკითხები არ აინტერესებს ჭკვიან ადამიანს, არავინ არ უსმენს. ყველას თავისი ჭიის გახარება აქვს და თავზე ემხობათ ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ ხდება, არც ხუფარაძე რეკავს, არც ტრამპი რეკავს, არც ის. მოკლედ არავინ არ იცის სად წავიდეს და როგორ წავიდეს, სამ თავში არ დაეცემათ გრენლანდიის ნახატი და სანამდე შენობა თავზე არ დაენგრევათ, მანამდე ვერ გებულობენ ვერაფერს. მაგრამ ფილმის გენიალურობა იმაში არის, რომ ახალ შენობაში გადასვლის შემდეგაც შენობიდან ისმის ისევ ის ნაცნობი დიალოგი დანგრეული შენობიდან წამოღებული გრენლანდიის ნახატი, რომელიც ისევ და ისევ იმ კაბინეტში და ისევე იმ პერსონაჟის თავზე არის დაკიდებული და კიდევ ვერ გააქვს. ანუ ეს იმის მაჩვენებელია, რომ შენობა შეიძლება გამოიცვალოს, მაგრამ ხალხი იგივე დარჩეს და პრობლემები ყველგან იგივე გადავა და ამიტომ აი დღევანდელ პერიოდს ნამდვილად ვადარებ ცისფერი მთების, ანუ ტიან-შანის მოვლენებს და თეთრთანაც კავშირში არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა დავოსში იმართება, რა ვიცი, მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა და მთელი ამბავი და საქართველოსთან რა თქმა უნდა არავინ არაა მიწვეული და არც არავის არ აინტერესებს ეს ოჩოპინტრე და მისი ზოპარკი, მაგრამ დღეს ძირითადად ორ თემაზე მექნება საუბარი. პირველ ნაწილში ვისაუბროთ აი ამ მოვლენებზე, რა მოვლენებიც ვითარდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენ ქვეყანაზე, გავლენას უფრო მოახდენს, ვიდრე ქვეყნის შიგნით ოჩოპინტრე და მისი ზოპარკი რას გადაწყვიტავს, მაგრამ ესეც საინტერესო არის ოჩოპინტრეს და მათი ზოპარკის ამბავი და თუმცა ამაზე მეორე ნაწილში ვისაუბრებ და ვისაც გაინტერესებთ დარჩით ბოლომდე და მოისმინეთ ის რაც რეალურად ხდება საქართველოში და ჩვენ სამეზობლოში აზერბაიჯანის სომხეთის მიმართებაში. დავიწყოთ ახლა ის თავიდან ყველაფერი იმით, რომ ახლა მართალია დავოსში იმართება ეს საკითხები, მაგრამ აი გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა ღაზას სექტორის საქმის განხილვა და იქ მიიწვია ქვეყნები და მათ შორის იზოლაციაში მყოფი დიქტატორიც კი მიიწვია, ლუკაშენკო დიდი მოწვევით, რუსეთიც მიიწვია, სომხეთიც მიიწვია, აზერბაიჯანი, საქართველო არ არის გახსენებია, არც ამ დავოსის ფორუმზე საქართველო არავის არ გახსენებია. ნუ ეს ცალკე თემები არის ჩვენთვის ამ წილში, მაგრამ ეს ყველაფერი იმის ნიშანი არის, რომ მსოფლიო იცვლება
მიწვეულთაგან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და ნორვეგიამ და ამ ქვეყნებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე, მოკლედ დიდი ვაქანალია როგორც გითხარით და დღეს სანამდე ჩამოფრინდებოდა ტრამპაც უმპა დავოსში, მოკლედ იყო ერთი ვნებათა ღელვა და აი ამ ვნებათა ღელვის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ტრამპის თვითმფრინავსო პრობლემა შეექმნაო და დაბრუნდაო. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი არის, რომ ესა რა ქვია, ყველა ელოდება ერთს და ამის ხელოვნური ასე რომ ვთქვათ, შექმნა იყო ეს ყველაფერი, რომ მთელი მსოფლიო ელოდებოდეს ტრამპს, რომელიც ცოტა მოგვიანებით ჩამოვა, მაგრამ ჩამოვა და დღეს ევროპის გაზეთები აი ესეთ კარიკატურებს ბეჭდავენ, რომელი კარიკატურებიც ჩვენთვის ალბათ საქართველოში არსებული ამ ზომბირებული, დაავადებული სარწმუნოების რელიგიის დონეზე აყვანილი უკნიდან განათლებულებისთვის ალბათ განსაკუთრებით ტრაგიკული არის. ეს იგივე არის, რომ აღმოაჩინო, რომ თურმე რწმენა რომლისაც გწამდა, თურმე აბსოლუტურად ტყუილი იყო. კარგად ხედავთ, ეს არის ნატოს საფლავი 59-2026 წელი, რომელსაც ზედ აშარდავს ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი და ძალიან მრავლისმთქმელი კარიკატურა არის. ევროპელები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ ნატოს როგორც ასეთი გაერთიანების დასასრული უკვე დამდგარი არის. უბრალოდ ამ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, იმას შემდეგ პროცედურები ჭირდება, პანაშვიდი ჭირდება, გასვენება ჭირდება, 40 ჭირდება, წლისთავი ჭირდება და აი ამ პროცედურებს ელოდებიან შემდეგ, რომ ეს პროცედურები მოხდეს, განხორციელდეს, თუმცა აი ეს ღირებულებების ის ნატო და ეგეთი რაღაცეები, რასაც ბოდავდნენ, გარდაცვლილი არის ნამდვილად და პატივითაც არ ასაფლავებენ ზუსტად აი ესეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით. მოკლედ, ჩამოვიდა როგორც იქნა ტრამპაც უმპა, მაგრამ სანამ ტრამპაც უმპა ჩამოვიდოდა, იქ ლიდერები, შეკრებილები ძალიან ხვალ უფრო საინტერესო იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, ბევრი რაღაცები გამოიკვეთება, მაგრამ მოლოდინები საინტერესო არის, რასაც ევროპის ლიდერები ლაპარაკობდნენ ტრამპის ჩამოსვლამდე, რა განცხადებებიც კეთდებოდა. ესე იგი, ბელგიის პრემიერი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ თავისუფლება არ გაგვაჩნია, დავკარგეთ თავისუფლება, არჩევანი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ან ვიყოთ ვასალი, კმაყოფილი ვასლები ამ ყველაფრის, ან და ვიყოთ სრულად უუფლებო მონები. ამას როდესაც ეტყოდი უკაცრავად და ტრაკიდან განათლებულ ჯორჯიელებს, გეტყოდნენ, რომ ეს არის რუსული ნარატივი, რომ შენ თურმე რუსეთი გინდა და რუსეთის შემოსვლა გინდა საქართველოში და შენ თურმე რუსულ იმას ნარატივებს ავრცელებ ქვეყანაში, აი გაიგეთ როგორც იქნა შევიდეს თქვენს დებილ და იდიოტ და ავადმყოფ თავში, როდესაც ამას ლაპარაკობს ბელგიის პრემიერი. ეს უკვე ერბილენ ემსაძის ნათქვამი არ არის, აი ნათქვამი არის თვითონ იმ ევროპელების, რომელი ევროპელებიც აი ამ კოლგის დამაარსებლები და შემქმნელები იყვნენ და რომლებიც ამბობენ, რომ აი მონობის პერიოდში იმყოფება ევროპა და არჩევანია გვასლობასა თუ უუფლებო მონობას შორის. საინტერესო იყო საფრანგეთის პრეზიდენტის აი გამოსვლა საუბარი, რომელმაც დაახლოებით 45 წუთი ილაპარაკა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში მინდის და ერთხელაც ვერ გაბედა თავისი სიტყვა. ეთქვა ტრამპის მისამართით პირდაპირ, თქვა ყოველთვის ნამიოკებით საუბრობდა და რაც საინტერესო იყო, მაკრონის იმიჯის მიაქცია ყველამ ყურადღება, რომ ის სათვალეებით იქნა წარმოდგენილი ფორუმზე. სათვალეები ორი რაღაცისთვის ჭირდება ადამიანს, ერთი ის, რომ სინიაკები, ასე რომ ვთქვათ, დალილავებული თვალები დაფაროს, რომელიც არ ვიცი, მისი ბებერი ცოლისგან თუ მისი ბებერი ქმრისგან, ბებერი კაცისგან აქ გაჩენილი და ხალხმა არაერთხელ ნახა მისი დასინიაკებული სიფათი, რომელიც სიფათიც ლამის და პირდაპირ ეთერში იქნა ნაჩვენები, როდესაც ჩადიოდა თვითმფრინავიდან, როგორ ულაწუნებდა ის ბებერი ტრანსგენდერი და მეორე ამბავი, რომელი ამბავიც ეხება უშუალოდ
ეს თვითონ ფსიქოლოგების და აი ამ ეტიკეტის ადამიანების ახსნა არის, რომ სათვალეებს იკეთებს ადამიანები, რომ აგრესორებს პირდაპირ თვალებში არ უყურონ და არ გადასცენ საკუთარი მზერის, ასე რომ ვთქვათ, საიდუმლო თუ რას განიცდიან თვითონ ამ დროს, ამიტომ ალბათ მაკრონი ორივე შემთხვევაში ერთსაც მალავდა და მეორესაც მალავდა. გაიხარეთ ჩემო ძმაო, მე არა ვარ წინასწარმეტყველი, უბრალოდ სწორ ანალიტიკას ვკითხულობ და სწორი ანალიტიკიდან გამომდინარე ვახდენ შემდეგ ანალიზს და მომაქვს თქვენამდე. ესა რეალობა, ამიტომ ვინც ისმენს და ვინც ხედავს, კარგად ხედავს და კარგად აღიქვამს რეალობას, ვისაც გაინტერესებს სწორი ინფორმაციები, ლინკზე მითითებული მაქვს ასევე აზიმუტის ტელეგრამის არხი აზიმუტი და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, სადაც ასევე ინფორმაციები, უფრო სწრაფი ინფორმაციები ვრცელდება, რომელსაც არ ვიცი, ეს ღია წყაროებში ეს ლიბერალური ცენზურა და ეს ქართული საინფორმაციო სივრცე მალავს. საინტერესო იყო ის, რომ მაკრონმა გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე დღეს სამყარო არის ისეთი, სადაც არანაირი წესები არ მოქმედებს და ძალისმიერი პოლიტიკას აქვს, ხოლო ანუ ჯუნგლის კანონები დაბრუნდა, არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, არ არსებობს სოფლიო წესრიგი და მხოლოდ სოფლიოს ძალის პოლიტიკა ესმის. ძნელია ახლა ამაში არ დაეთანხმო, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ეს დასწირებული მაკრონი ახლა მიხვდა იმას, რომ თურმე ძალის პოლიტიკა დაბრუნდა ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე, სანამ თვითონ არ შეექმნებათ პრობლემა, ის პრობლემა, რომელმაც საერთოდ არსებობს სხვა პატარა სუსტი ქვეყნების მიმართებაში და რომელ ქვეყნებზეც თვითონ იყენებენ პოლიტიკური ხელკეტის საშუალება. აქ არა აქვს მნიშვნელობა ეს აფრიკაში იქნება, აზიაში იქნება, კავკასიაში იქნება, თუ ასე შემდეგ. მანამდე ვერაც ცნობიერებენ. და როდესაც აცნობიერებენ, შემდეგ უკვე ეხილებათ ეს მესამე თვალი და ნირვანაში ხდებიან. ამიტომ დღეს წავიდა საუბარი, სერიოზული საუბარი არის წასული, აი გუშინ მე გითხარით თუ რაზეც საერთოდ ხდებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე აქცენტირება, უკვე ევროპელები ამბობენ იმას, რომ დრო არის ევროპა მიფიქროს ახალ უსაფრთხოების ქოლგაზე, ახალ ფორმაზე, მსოფლიო იცვლება, ესე იგი გამოვიდა ეს ბებერი ფიურერის შთამომავალი ფონ დერ ლაიენი და განაცხადა, რომ ჩვენ უნდა დავუბადოთ ახალი ევროპა. არ ვიცი, ახლა ძალიან ღრმა მოხუცებულობაში იმყოფება საიმისოდ, რომ ამ ხნის ბებერმა ქალბატონმა ახალგაზრდა ყრმა შვას დაბადოს, ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ის გუნდი, რომელმა გუნდმაც ევროპა და ევროკავშირი მიიყვანა დაქცევამდე და განადგურებამდე და დაშლამდე, აი ამ პოლიტიკურმა ელიტამ შეძლოს და დაბადოს ახალი ევროკავშირი, ახალი გეოპოლიტიკური ყრმა, რომელი გეოპოლიტიკური ყრმაც რეალურად მოახერხებს და მოახდენს დაცვის და კეთილდღეობის გარანტიებს ევროპელებისთვის. ამიტომ ესენი არიან საფლავში მიმავალი პოლიტიკოსები, რომელთა საქმეც დაღუპული არის, როგორც კი უკრაინის, ალბათ დანიის არ უпроსტად გრენლანდიის გადაყლაპა მოხდება, როგორც კი უკრაინის დაგლეჯვა და გადაყლაპა მოხდება რუსეთიდან და როდესაც ეკონომიკური კრიზისი გაახელს ევროკავშირში თვალებს. ვისაუბრებთ მაგ თემაზე მეორე ნაწილში, ვინც გვიან შემოგვიერთით საქართველოს და აზერბაიჯანის სომხეთის ურთიერთობა და საქართველოს მოვლენებზე ვისაუბრებთ. ეხლა თუ შეიძლება აი ამ საკითხზე ვისაუბროთ ჯერ პირველი ნაწილში. ამიტომ რეალობა არის ძალიან მძიმე ევროპელებისთვის. მძიმე არის იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ევროპელების პარაზიტიზმმა მიიყვანა ევროპა აქამდე. ევროკავშირი ვერ შედგა და ვერ ჩამოყალიბდა გეოპოლიტიკურ ძალად და ის იყო ვასალი შეერთებული შტატების და ახდენდა ლავირებას მისი ადმინისტრაციის ცვლილებებიდან გამომდინარე და ეხლა როდესაც ტრამპი მოვიდა
და ტრამპის პოლიტიკაზე უკვე დაიწყეს საუბარი, რომ აქ უკვე ღირსების და თავმოყარეობის საკითხია. თავმოყარეობა და ღირსება დღევანდელ ევროპელ პოლიტიკოსებს საერთოდ დავიწყებული აქვს და სუფთა თიკო მეუბნება ევროპა თუ ასეთი ცუდია, რატომ აგდიხარ მაგ რატო ვაგდივარ? ევროკავშირი უნდა დავშალო. პუტინის დავალებით ვარ ჩამოსული და წარმატებით ვახორციელებ ქალბატონო თიკო. თქვენგან განსხვავებით. თქვენ ალბათ ვიღაც ბერძენის ან იტალიელის ტრაგის დასაბანად ხართ ჩამოსული 50 евро აიღეთ და ბედნიერი ხართ ალბათ და თავის სუფთა შიგევროპელი გგონიათ. ამიტომ თქვენაირ პარაზიტებს აი შესაბამისი პასუხით პასუხობ, მიბრძანდით თუ მეტის მოსმენა არ გინდათ საკუთარ თავზე და თქვენისთანა განათლების და ფსიქოლოგიის არსებებზე ერთუჯრედიან ამებებზე, რომელი ერთუჯრედიან ამებებსაც მხოლოდ ასვი აჭამე და ვინც გააძღებს იმას, მამას დაუძახებენ და სადაც გაძღებიან ის სამშობლო ეგონება. მე ვსაუბრობ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ რეალობაზე, რომელი რეალობაც არის ევროპაში. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ მოусმინეთ. აქედან გამომდინარე ევროკავშირში აუცილებლად დადგება იმ უზარმაზარი მილიარდების, იმ უზარმაზარი ვალების, რომელზეც დღეს მაკრონი ყვიროდა, რომ ჩვენ საფრანგეთის ბიუჯეტიც კი არა გვაქვს დამტკიცებული, ასეთ უბედურებაში ვიმყოფებით, ასევე მოყოლებულია იმ კორონას ეპოქიდან, როდესაც უზარმაზარი კრიზისები იქნა შექმნილი და ვინრაფული მოტეხა ფონდერ ლაიენის და მისი ქმრების კორუფციული სკანდალები, ეს მთლიანად ეს ევროკავშირის ევროპარლამენტი კორუფციის ბუნაგი არის, რომელი ბუნაგშიც იხშობოდნენ, აი ეს ომი, რომელიც სამხნის მანძილზე აძლევდა საშუალებას ამ პოლიტიკურ ძალას მოსახლეობა დაერწმუნებიათ იმაში, რომ აი ეს ომი უკრაინაში საჭირო არის და წყალი მოკეტეთ და ტუალეტის ქაღალდი ცოტა გამოიყენეთ, ეს უკრაინას ადგება, გადასახადებს ზედმეტი ალაპარაკი. ამაზეც მოეთხოვებათ თავისივე ამომრჩევლებიდან, თავისივე ხალხიდან, რომელი ხალხიც ბლომად არის ევროპაში, ქართველებიდან განსხვავებით თითოეულ ცენტრს დაუთვლიან საიმისოთ, რომ კრიზისი როდესაც გაახელს თვალებს. ახლა დგება მეორე დილემა, რომელი დილემის წინაშეც, მათ შორის ჩვენს ჯორჯიელები დავდგებით. აი ტრამპმა გამოაცხადა შემდეგი რამ. ტრამპმა გამოაცხადა შემდეგი რამ, რომ ვინც ხელშეუშლის გრენლანდიის ამერიკის შტატად გადაქცევას და ვინც არ ცნობს და ვინც არ აღიარებს გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიერთებას, ის ყველა იმ ქვეყანას დაუწესებს უზარმაზარ ბარიერებს, ბაჟებს, ჯარიმებს და ასე შემდეგ. საინტერესო არის უკვე ტრამპი განეკუთვნება ერთი ძალიან დადებითი მოვლენა აქვს, რომ ის განეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა კატეგორიას, რომელი პოლიტიკოსებიც ღიათ ამბობენ თუ მათ რა უნდათ. ტრამპი უბრალოდ თუ შეხვალთ Truth Social არის ასეთი ქსელი, პირდაპირ ვერ დარეგისტრირებთ, იმიტომ რომ ამერიკა კანადის მოსახლეობა შეუძლია დარეგისტრირება, შეგიძლიათ VPN-ით დარეგისტრირდეთ და ტრამპის გვერდი გამოიწეროთ იქ, თუმცა ისედაც ხდება გავრცელება მისი ინფორმაციების, სადაც ის პირდაპირ დებს სურათებს, სადაც ვენესუელას ამერიკული დროშა არტყამს, კანადას ამერიკული დროშა არტყამს, გრენლანდიას ამერიკული დროშა არტყამს და ის პირდაპირ ამბობს მას რა უნდა და აკეთებს ყველაფერს საამისოდ. ამიტომ ეს ფლიდობა, ღიმილი, ეს ევროპული, ამერიკული, რომელიც არსებობდა, რომ გაგიღიმებდნენ და თავს და ბოლოს ვერ გაიგებდი, ასეთი არ ხდება. არის პირდაპირი პოლიტიკოსი არის, რომელიც მის გეგმებს პირდაპირ ამბობს. საინტერესო არის ის, რომ დღეს, როდესაც ის როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს ჩამოვიდა დავოსში, წარდგა აუდიტორიის წინაშე და მიუბრუნდა დანიელებს და უთხრა ესეთი რაღაცა და ევროპელებს უთხრა ესეთი რაღაცა. ძალიან კარგად დააკვირდით აი ამ მომენტს, რადგან ამაზე არსებობს საერთოდ მსოფლიო პოლიტიკა და საერთოდ ერების და ქვეყნის ისტორია ყოველთვის ისტორიაზე დგას. ის მოუბრუნდა დანიელებს და ეუბნება ესეთ რაღაცას. თქვენ ხართ უმადური ხალხი. საერთოდ ევროპელები ხართ უმადურები, მაგრამ აი დანიელები ხართ უმადური ხალხი. რადგან
კარგად დააკვირდით, რას გეუბნებოდით. დანია, რომელიც რა ვიცი, 3-დან 6 საათამდე დანებდა გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის დროს. და ესე უთხრა პირდაპირ. თქვენ რომლებმაც ვერ დაიცავით ვერც თქვენი თავი და ვერ დაიცავით ვერც გრენლანდია და 6 საათში დანებდით გერმანელებს. გახსოვთ, ისტორიაში ჩაახედა. მაშინ ჩვენ ამერიკელებმა გრენლანდია დავიცავით, შევინახეთ, მოუფრთხილდით, ეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და შემდეგ დაგიბრუნეთ უკან. მაგრამ თქვენ ხართ უმადური ადამიანები, თქვენ ხართ უმადური ხალხი, თქვენ ეს არ გახსოვთ. ამიტომ თქვენ არ შეგიძლიათ ამ კუნძულის მოვლა, მოვლით ჩვენ. საინტერესო არის ის მომენტი თვითონ, რომ გახსენა დანიელებს შემდეგი რაღაცა, ჩვენ რომ არა, თქვენ ახლა ილაპარაკებდით გერმანულად და შეიძლება ცოტა იაპონურად. ამიტომ თქვენი იდენტობა, თქვენი თვითმყოფადობა, თქვენი ყველაფერი ჩვენ გადავარჩინეთ და ამისთვის უნდა იყოთ მადლიერები. ხედავთ რაზეა ხალხო საუბარი? ხედავთ? არსად არ ქრება ისტორია, არსად არ ქრება ნამოქმედარი, არც ერთი პოლიტიკური ძალის, არც ერთი პოლიტიკოსის და ის იწერება ისტორიაში, რომელსაც აუცილებლად მომდევნო თაობა ან თვითონ ზღავს, ან მას გაახსენებენ. აი, ასე ეუბნება. ამიტომ, როდესაც თქვენ ვერ მოუარეთ გრენლანდიას და მოუარეთ ჩვენ ამ ისტორიის გამეორება არ გჭირდება, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით ჩვენ გრენლანდიას. ბევრი რაღაცეები ილაპარაკა კიდე, ძალიან საინტერესო, ხვალ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი არის ერთი ის, რომ ტრამპი არის განწყობილი თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ გრენლანდია აუცილებლად გახდეს 52 შტატი შეერთებული შტატების, მაგრამ საინტერესო თვითონ ტრამპის ფენომენი, ფენომენიც საერთოდ განათლებიდან ძალიან შორსაა. აი, როდესაც ვინმე რო ილაპარაკოს, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ განათლება ყოველთვის ყველაფერს არ წვეთს. არ წვეთს, იმიტომ რომ პოლიტიკა ისეთი რაღაცა არის, კი რა თქმა უნდა, ახლა განათლების, მაგრამ აი უნარიანი ადამიანია. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საუბრობდა გრენლანდიაზე, როდესაც საუბრობდა, გრენლანდიის ნაცვლად წარმოთქვა ისლანდია. ორჯერ თან. არავინ იცის ეს სიმართლე გითხრათ, მე უფრო მგონია, იმიტომ რომ ამ კაცს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ქვეყნების სახელების დამახსოვრებასთან დაკავშირებით ეს მეორე შემთხვევაც გამოვლინდა, მეომშვიდობა დავამყარეოს სომხეთსა და ადარბადიანსოს შორის, ანუ აზერბაიჯანიც ვერ წარმოთქვა. ვერ დაიმახსოვრა ეს სახელი ჩვენ რეგიონში. თუმცა ძალიან კარგად ერკვევა იმაში, თუ სად რა ხდება. რადგან გუშინ გამოაცხადა ესეთი რაღაცა, რომ რა თქმა უნდა მეუჩავერიო აზერბაიჯანი სომხეთის მშვიდობის დამყარებაშიო, მაგრამო ესო და პუტინი მადლობელი იყო 10 წელიო ვერ ახერხებდა ამ ყველაფერსო და მე ჩავერიო, თუმცა მართალი იყო პუტინიო, ეს მის ტერიტორია არისო. მის ტერიტორია არისო, კავკასიაო, სამოქმედო ტერიტორიაო. ძალიან კარგად ხდება სად რა ხდება, ვისი რა არის და მისი რა არის, სად რა შეუძლია და სად რა არ შეუძლია. სადაც რამე არ შეუძლია, იქ ყინჩობით და თავისი იმით, რა ქვია, ცდილობს პიარით გამოვიდეს იქედან ვითომ გამარჯვებული. მაგრამ იქ სადაც შეუძლია მისი ქვეყნის დამპყრობლურ ბუნებას და მისი ქვეყნის ინტერესებს ის ძალიან კარგად ატარებს. ასე რომ ძალიან დიდი ცვლილებების ეპოქა დგება.
აი ამ დიდი ცვლილებების ეპოქის პერიოდში სად იქნება საქართველოს ბედი და იღბალი აი ესაა საფიქრებელი. ბევრი რამე თქვა შენ შემოგევლე, ბევრი რამე თქვა, მაგრამ მე ახლა ძირითად რაღაცეებზე ვაკეთებ აქცენტებს, ამიტომ დეტალურად ამას რო ჩავუყვეთ, ალბათ არ ეყოფა 1-15-20 საათს ალაპარაკო. რაც შეეხება ისლანდიის ამბავს შემთხვევით ენამ კი არ უყივლა. ისლანდიაში მყოფმა ამერიკის ელჩმა წარმოთქვა ისიც, რომ ეს იდეაც, რომ ისლანდიამ შეიძლება გრენლანდიის ბედი გაიზიაროს. ამიტომ გასაკვირი არაა ეს. თავის დროზე არსებობდა გრენლანდიაზე არა ისლანდიის საკითხი, როდესაც შეერთებული შტატებს უნდათ მithვისება რაღაცეების ისლანდიაში თავისი წყლების, თევზაობის და საზღვაო აკვატორიების და ასე შემდეგ და მაშინ ისლანდიამ გამოაცხადა, რომ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქვეყანამ მიმართა საბჭოთა კავშირის დახმარებისთვის, რომ დამეხმარეთო, მიპყრობენო და იმ წუთში შეწყდა ეს ყველაფერი. ახლა დღეს რა იქნება, არ ვიცი. გოჩა ჯანაშია, მე ვიცი, რომ შენ ხარ ესა ძალიან შიგევროპელი, ხო და ნანგრევების მოხვედრის მე არ მეშინია და უკნიდან განათლებულ მედასავლეთეებს ნამდვილად მოგხვდებათ აუცილებლად ეს ნამსხვრევები უკანაც და წინაც, იმიტომ რომ დამფინანსებელი არ გეყოლებათ, თავზე ხელის გადამსობელი არ გეყოლებათ და არ გექნებათ ის სამოთხეშიც ცხოვრობთ და რომელ სამოთხეშიც შეყვანა გინდათ ის რა ქვია, თქვენი ბედკრული იბერიის. დასრულდა თქვენი ილუზიები, დასრულდა თქვენი ბოდვების სამყარო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. არსებობს დღევანდელ რეალობაში და საერთოდ ადრე თუ გვიან რეალობა იმარჯვებს და არის ასეთი გამოთქმა, რომ ესო ოპტიმისტი ინგლისურს სწავლობსო, პესიმისტი მუდმივად ჯანმრთელობაზე ზრუნავსო, რეალისტი კიდე კალაშნიკოვის დაშლა აწყობას სწავლობსო და ზუსტად იმაში არის საქმე, რომ რეალისტი აღმოჩნდება საბოლოო ჯამში მართალი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ქვეყანას დაუდგება ის დრო, როდესაც დაცვა დაჭირდება და საკუთარი თავის დაცვას დაჭირდება. მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, ეს თქვენი პრობლემა არაა, მაგრამ მე ერთი რაღაცა მაინტერესებს, გამოკითხვასაც ჩავატარებ. რასაც ტრამპაც უნდა ამბობს, თქვენ აი დიდი ღირებულებების ესა რა ქვია, სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომ მიიტაცოს გრენლანდია. და გამოაცხადოს ესეთი რაღაც. რუსებმა უკვე ტაში დაუკრეს, ისე რომ იცოდეთ, ცნობისთვის. ხო, უსაფრთხოებას თუ ეხებაო, ყირიმიო ჩვენთვისო ბევრად მეტი მნიშვნელოვანი არისო უსაფრთხოებისთვისო, ვიდრე შეერთებული შტატებისთვისო გრენლანდიაო. გამოდის, რომ ზუსტად ის მოლაპარაკებაზეც მე გეუბნებოდით ალიასკაზე, რომელიც შედგა, ტერიტორიული გაყოფა ძალაში არის, რომ ერთი მხარე აღიარებს რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს, მეორე მხარე აღიარებს გრენლანდიას და მსგავს ტერიტორიებს, რომლებსაც შეერთებული შტატები მიიტაცებს. ამიტომ ნეოკონსერვატიზმი იმარჯვებს, სამყარო გადადის ძალიან რთული პერიოდი დგება, ხო? ვიცი ხათუნა შენ რეალისტი ხარ და დატენე იარაღი. აი სად მოხდება ამ დროს, რომელ ბადეში მოხდება საქართველო? სად იქნება ჩვენი ადგილი? ჩვენ ამას არავინ არ შეგვეკითხება. და როგორი ფორმით მოხდება ეს ყველაფერი? ეხლა გადმოვიდეთ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, ჩვენი ქვეყნის რეალობაზე. აი დღეს ნაციონალების არხმა, რომელიც სულ ტყუილებს, ავრცელებს, რომელიც მერე ეს ტყუილებიც, რომელიც სიმართლე აღმოჩნდება და აღმოჩნდება
ღარიბაშვილი დამნაშავე, ლილუაშვილი დამნაშავე, მე აღმოჩნდება ისე რომ გახარიაც დამნაშავე და სხვა ესეთი რაღაცეები გამოაცხადა ის რომ თურმე ტრამპმა მშვიდობის საბჭოში რომელიც უნდა გაიმართოს ყველა ჩვენი რეგიონის და ყველა ჩვენი მეზობელი მიიწვია გარდა კობახიძეს გარდა საქართველოს მთავრობის მე არ ვიცი ხა რატო ღელავენ და რატო შფოთავენ ეს უკნიდან განათლებულები იქ პუტინი იქნება ხალხო იქ იქნება პუტინი ხო და პუტინთან ერთად გინდათ მონაწილეობა მიიღოთ აი პუტინი რო არის იქ იმიტომ არ მიდის ქართული ოცნება რა ვერ გაიგეთ ხალხო რანაირი სულელები ხართ თქვენ აი პუტინი რო არის იქ იმიტომ არ მიდის კობახიძე იქ ვერ მიხვდით ერთხელ იყო და კაც გადააყოლეთ ყველაფერს ახლა იქ პუტინი იქნება და როგორ ამდენ ავად მყოფს საქართველოში რა იშველა დიახ არ მიიწვია იმიტომ რომ არ განიხილავენ საქართველოს ხელისუფლებად რომელთანაც საუბარი შეიძლება არ განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკს ოჩოპინტრეს და მის ზოოპარკს ეხლა შემოწმაო დანია თუ არ ჩავიდა დანიას ჩაყლაპოა უნდათ და ტერიტორიების წართმევა უნდათ უზარმაზარი ტერიტორიების 10 იუტლანდიის ნახევარკუნძული გამოდის გრენლანდიაში არ ჩავიდა დანია გასაკვირია აფელი არაა მაგაში ხო აფხაზეთის მიმტაცებელი რუსეთი მშვიდობის ფორუმზე საქართველოს ხელისუფლებას რო პატიჟებდეს 92-93 წლებში შეიძლება არ საქართველოს ხელისუფლება არ ჩასულიყო და ვერების გაემტყუნები ან 2008 წლის პერიოდში ასე ეგრე ნორვეგიის იმას თავრობას არც ის ჩავიდა და თან თავის მოსახლეობას SMS-ები დაუგზავნა რომ რუსეთთან ომისთვის უემზადება რა შოშია დანია რო არ ჩავიდა და ზელენსკი არ ჩავიდა ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს და ასე ზედაპირულად რატო უყურებთ ამ საკითხებს ხო არ ჩავიდა ისინი არ ჩავიდნენ ისინი მიიწვიეს მაგრამ არ ჩავიდნენ შენ კიდე და ანუ საქართველოს ხელისუფლება არავინ მიიწვია არ ჩათვალა საჭიროდ რომ საქართველოს ხელისუფლება იქ ჩასულიყო იმიტომ რომ ქვეყანას მართავს ოჩოპინტრე და ქვეყნის მთავრობა არის ზოოპარკი რომელთანაც ელჩიც კი არ აყავს გამოგზავნილი დიახ აი ასეთი ზოოპარკია და საერთოდ ბიძინა ივანიშვილმა რო იცოდეთ რა თავის მილიარდებს და თავის ფულს გადააყოლა ქართველი ერი და საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ინტერესები და ეს დასირებული ქოცები რომ დარბიან და როდესაც ეს დასირებული ქოცები იძახიან იმას რომ თურმე საქმე იმაში არის რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და კონკრეტულად ბიძინამ თავისი ფულები შესწირა საქართველოს კეთილდღეობას კი არ შესწირა საქართველოს ინტერესებს გადააყოლა თავისი საქართველოს ინტერესები გადააყოლა თავის მილიარდებს ამაში არის საქმე და არა ისე როგორც თქვენ წარმოაჩენთ ბიჭო აი ალიევზე არ მაქვს ლაპარაკი ალიევის მიერ მართული აზერბაიჯანი 1 მილიონი გახდა ეკონომიკა უმაღლეს დონეზე ავიდა ქვეყანამ სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა რაც მთავარია ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა აღდგენილ ტერიტორიაზე უკვე აღორძინება დაიწყო და დღესაც 36 ოჯახი დააბრუნეს კეთილმოწყობილ ბინებში ყარაბაღში ახლა ალიევის მართული ქვეყნის როგორ არ უნდა შეგშურდეს როდესაც შენი ქვეყანა ამ წლების მანძილზე პირიქით კარგავს ტერიტორიებს დემოგრაფიული კოლაფსი გააჩნია ეკონომიკური რა ვიცი მე ესენი თელი ერი გადახვეწილია და გზავნილებზე ცხოვრობს ერი და ამათი
მახინჯი დანაშაულებრივი სინდიკატით აწყობილი ეკონომიკა სად იზრდება და ვის სასიკეთოდ ვერ გაუგიან, რა თქმა უნდა შეგშურდება რა. ფაშინიანი, რომელსაც მე პირადად და კი არა მთელი სომხები ვინც მე შემხედრია, ყველა ლანძღავს დააგინებს და სააკაშვილის ანალოგს ეძახიან სომხეთში და მართლაც ასეცაა, მაგრამ ბიჭო რაღაც ფორმალობას და პოლიტიკურ მნიშვნელობას და რაღაც პრაგმატიზმს მისი ქვეყნისთვის მაინც აკეთებს, ხო? აი თუნდაც ის ტრამპის კორიდორი მიუხედავად იმისა, რომ გაიარა ესა 26% სომხეთს ეკუთვნის და 74% შეერთებულ შტატებს და რაღაც აწლეულების შემდეგ 59%-ზე ავა ეს ყველაფერი, მაგრამ ტრამპთან რაღაცა ხელშეკრულებას ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს მოაწერა ხელი. მაინც აქვს გაიგეთ, აი როგორც სახელმწიფოს მეთაურის და რაღაცის თუნდაც ცუდი მეთაურის ფორმა. ესენი ვინ არიან, ბიჭო? ესენი ვინ არიან? ეს მართლა შუა საუკუნეების ფეოდალი, რომელმაც ზოოპარკად გადააქცია ქვეყანა. გავსელდა ინფორმაცია ეს უკვე ეკონომიკური ფორუმიდან, რომელი ეკონომიკური ფორუმიცა ახლა დაუსში მიმდინარეობს და ყობახიძეს რა თქმა უნდა იქ არაფერი ესაქმება. არ ჩავიდაო, არც ამას დაუძახებდნენ, არავინ არ მიიწვევდა ამას, იქ არავის არ ჭირდება ეს სირი იქ. თუ არა როცა ჭირდებოდათ, პირიქით ამაყობდა ივანიშვილი იმას, რომ დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე მედვედევ შეხვდა და ხელი ჩამოართვა და დაელაპარაკა, რომ თვითონ საქართველოს პრემიერი არის და სასიკეთო ცვლილებებისკენ დაიწყებოდა რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობა. ახლა რატო აკნინებთ ამ ფორუმის მნიშვნელობას, სადაც რუსეთის წარმომადგენლებიც არიან და შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც არიან და დიდი პოლიტიკა იქმნება, რომელი დიდი პოლიტიკაც განსაზღვრავს ერების ბედს ალბათ მომავალი აწლეულების მანძილზე. ანუ ახლა 100-ია საჭირო და არ იწვევენ ასეთ სირებს, ასეთ დოდოლებს არავინ არ იწვევს და არ თვლიან საჭიროდ, რომ არცემენ პატივს იმ ხალხს და იმ საზოგადოებას და იმ ქვეყანას, სადაც ვიღაცა დასირებული ერთი ფულიანი კაცი ჩრდილში ზის და აი ამ ჩრდილიდან მართავს მთელ ქვეყანას და გადაქცეული არის წმინდანად, საკრალურ პიროვნებად ღმერთო დალოცება. არავინ არ წემს, არც არავინ არ უნდა სცეს ასეთ საზოგადოებას პატივი. არ უნდა სცეს, მე 100%-ით ვეთანხმები. რაში უნდა ელაპარაკო ამ ხალხს? რომლებმაც საკუთარი ქვეყანა გაყიდა. რომლებიც პირდაპირ ყიდიან მისი ქვეყნის მიწა-წყალს, ასახლებენ უცხოტომელებს და აძლევენ უფლებას მიდი და აშენე და ჩამომისახლე კაცო შენი მის ერს როგორც ექცევიან. ასეთ ხალხთან სალაპარაკო არაფერი არა. და ამ ფორუმზე იქნა გაკეთებული განცხადება, რომელიც ძალიან მტკივნეულად მიიღეს იმან, რა ქვია, საქართველოში, რომ გამოაცხადა ალიევმა, რომ მართალია დღეს მონოპოლიური მდგომარეობა არის საქართველოსთან მიმართებაში და ტრანზიტები გადის საქართველოს გავლით. აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში და საქართველოს გავლით გადის დიდი ტვირთები, მაგრამ უახლეს მომავალში და დიდი დრო ამას არ ჭირდება, 2 წელი აგერ ომიდან გასული და ნელ-ნელა მშვიდობისკენ მიდის სომხეთი და აზერბაიჯანი, არის ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რკინიგზა, რომელიც საბჭოთა დროს იყო სომხეთს და აზერბაიჯანს შორის იქნება აღდგენილი. ამ ყველაფერს დაემატება ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურაც თურქეთის მხრიდან ნახიჩევანში შემოვა და მალე სომხეთის გავლით დაიწყება ტვირთების გატარება. აბა რა უნდა ქნას ახლა იმ კაცმა საქართველოს ინტერესები უნდა გაატაროს აზერბაიჯანში? ისინი ხო ქოცები არ არიან, რომ აზერბაიჯანის ინტერესებს იცავდნენ საქართველოში. ისინი აზერბაიჯანლები არიან და თავისი არის და თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. და დიახ, ატარებენ, ახორციელებენ ამ ყველაფერს. ბრწყინვალედ შეასრულა ყველაფერი. უახლოეს მომავალში აღდგება
ჯერჯერობით საქართველოს გზას ვიყენებთო, მაგრამ სულ მასასიცაა. უკვე დაწყებული აქვს სომხებს და აზერბაიჯანელებს ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთში და აზერბაიჯანის ტერიტორია გახსნილი არის. და საქართველოს რაც ქონდა შემოსავალი ტრანზიტიდან, რომელსაც ვერ მოუარეთ. რომელსაც ვერ მოუარეთ, რომელიც ვერ გამოვიყენეთ ამდენი წლის მანძილზე. ვერ გამოვიყენეთ ის, რომ თუნდაც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რკინიგზის ფაქტორი გამოგვეყენებია. ამის უფლებასაც არ აძლევდნენ. ერთი ამათ არ ქონდათ мотиваცია და ერთხელ როდესაც ივანიშვილი იყო მოთრეული და სააკაშვილის დროსაც იყო მაგაზე ლაპარაკი, ომამდე და ყველაფერი, მაგრამ მაშინაც გაყუჩდა და მერე ივანიშვილის დროს ერთხელ წამოილუღლუღეს და აზერბაიჯანი გამოხდა პირველი და რას ქვიაო, კაცო, თქვენო რკინიგზისო აღდგენა გინდათო, იქედანო აგერო ყარსშიო გადისო რკინიგზა. რაში ჭირდებოდა აზერბაიჯანს კონკურენტად საქართველოს? თვითონ ძალიან კარგად აწარმოებს ამ ყველაფერს. ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულების კორიდორებს. ისეც ვერ გამოვიყენეთ. ყარსის რკინიგზა, ყარსი ახალქალაქის რკინიგზა. თქვენ გონიათ საქართველოს კუთვნილებაშია? აზერბაიჯანის კუთვნილებაშია. იმ ინვესტიციების საფასურად, რომელი ინვესტიციებიც განხორციელდა, ის პრაქტიკულად ქართული საკანონმდებლო სივრცით არ იმართება. ის იმართება აზერბაიჯანული კომპანიის, აზერბაიჯანელების ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ქვეყანაში ჩვენი რკინიგზა ჩვენ არ გვეკუთვნის. იმიტომ რომ ამათ ფეხებზე ეკიდათ. ებიჯო, მაინც არა რკინიგზაო გაიყვანო და ჩვენ მაგის ფული არ აგვაქვს და ვისაც ფული აქვს, იმან გამოიყენოსო და გაყიდეს. ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ რა, მთავარია ხო ყავს ბატონი ბიძინა ღმერთმა დალოცოს. ეგეთი მეცენატი, ეგეთი ჭკვიანი და ეგეთი ნიჭიერი ადამიანი, ეგეთი პატრიოტი როდის ყოლია ქართველ ერს. რა თქმა უნდა, ეს მთელი ნაბოზვარი მხედრიონელების ბანდა, იმის რა ქვია, ხვინდრავას თამადობით, ხო კმაყოფილია ეს ბერბერი ბოზების თამადობით. ინტელიგენციიდან მოყოლებული. რაში გაინტერესებთ ახლა დანარჩენი? დანარჩენი არა საჭირო. დარჩენი არავის არაფერი არ აინტერესებს. წმინდა არის ბიძინა, ყავს თავისი კმაყოფილი 15% ქვეყანაში და დანებეთ დანარჩენს თავი. მორჩა, დანარჩენი იცით წმინდა ბიძინა. აი ასეთი თვალით მაყურებელი ერი. ასეთი აზროვნებით მოაზროვნე ერი. რომელებიც მე აქ მე შემომივარდებიან და მე დამიწყებენ ლანძღვაგინებას. ვითომ ან მიშას დროს, ან ბიზნეს დროს მე წავართვი რამე და მე დაუშავ, ან შევარდნაძის დროს, ან დღეს უშავებ რამეს. და ასეთი ბოზიშვილები მე შემოგიხდებიან და რატომ აგინეო გეტყვიან, რომ როცა თვითონ ძალაუნებურად ბუნებრივად ჩამოყალიბებული მონები არიან. ხო. ასე ემართება ყველა იმ ქვეყანას, დანია ბრწყინვალე მაგალითია. ბრწყინვალე მაგალითი არის ის, რომ რასაც აკეთებს შეერთებული შტატები ევროპელების მიმართ, სოფლიოში საერთოდ პოლიტიკა ასე ხდება. ერმა როგორ უნდა მოიშოროს შემოკარგო ბიზნესა და ერმა ღირსებაზე უნდა ილაპარაკოს და ღირსება უნდა კონდეს. ერმა უნდა თქვას უარი მასვი, მაჭამე, შემინახე, ესქენი, ისქენი მშვიდობა, ეს არა, ის არა და ღმერთო ბიზნესა ყავს ომი არა და მიშა არ მოდის. ამაზე კი არ უნდა თქვას. ერმა უნდა ღირსებაზე უნდა მოbrunდეს. და ღირსებაზე რო ერი მოbrunდეს, ყვერებით უნდა ჩამოგიდოს ბიზინა ივანიშვილი. თავიანთი ქოცებით, თავიანთი ტაშის დამკვრელებით. აი იმ ბოლო ტროლით აქ რო დარბის და ათას უბედურებაში აქვს ხელი გაყოფილი. აი მაშინ ეშველება ერთ ერი თუ ღირსება თუ არ ექნება ერს, ის ვერასდროს ვერ გახდება ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს მით უმეტეს ამ რთულ რეგიონში. ხო, ნუ არ გამოიყენეს თუ ვერ გამოიყენეს თუ რა მნიშვნელობა აქვს? ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია.
არ გამოიყენეს, იმიტომ რომ ესენი სამშობლოსთვის არ ცხოვრობენ. ესენი ცხოვრობენ რაღაც შეპესესი, მოდიან დროებით, იღებენ ხელფასებს, გააჩნიათ სახელმწიფოს ხარჯზე და ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ, მერე მიდიან. მერე მოიპარავს ზოგიერთი 20 მილიონს, 50 მილიონს, 70 მილიონს, 80 მილიონს, 40 მილიონს, რა ვიცი, ზოგმა შეიძლება 10 მილიონის მოპარვა მოასწროს და მერე წავლიან და მერე რა მოხდა? რა მოხდა მერე? ხო, ასეთი ხალხი სახელმწიფოს ინტერესებზე როდის იფიქრებს? თავარია ნაცები ხო არა მობრუნებული. აი ესეთი დოდოლა აზროვნების საზოგადოება. ამა? ვინ გამოიყვანს ახლა თუ არა რო უთქვა ვინმე ერთმანეთს დამიჯერებს რა. ვინ გამოიყვანსა თუ პირველ რიგში ხალხმა უნდა გამოიყვანოს და რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა ილაპარაკო ახლა. ხანდახან მეუბნებიან რომ ეს შენი ლაივებიო საოს წყლის ნაყვა არის. არ არის წყლის ნაყვა. თავმოყვარე და წესიერი ადამიანები, ვისაც სამშობლო აინტერესებს, მეტნაკლებად ჯგუფდებით, ალბათ თუ კარგად, სადაც ჯგუფდებით და რაღაც ნაწილი იგებს მაინც სიმართლეს და ხა ხალხი ისეთი ხალხი არ გინდოდეს. ერთი ფულის ადამ აქვს და ფულით ვინმე თანამოაზრეები შემოვისყიდო, ამის საშუალება მე ვინ მომცა? საქართველოში ფულიანი ადამიანები უყვართ. და მის გვერდით იბრძოლებენ და მის გვერდით იმას იზამენ და იმას დაიცავენ კნილებით და ასე შემდეგ. ერთი ხალხიდან არასდროს არაფერი არ გამოდნება და კიკუების ჯგრო ივანიშვილის და ქოცების მომხრეები რო არიან, ის ხალხი ღუპავენ საქართველოს ზუსტად. და რო პასუხისმგებლო, მე თუ ბიძინა ავირჩიე და მე თუ ქოცები ავირჩიე, მე რატო ვარ ლანძღვის ღირსი? მე რა შუაში ვარ? ბებია შენ, საბა მე ვარ შუაში? მე ვარ აბა შუაში? მე დიხარ და ქვეყნის დამაქცე ვარ, როგორც მონა ისე გვერდში უდგები და იმის გულისთვის მზადახარ თვალები ამომთხარო და აბა ჩემ ბრალია? აი, ჩვენ ხო ამერე წარმოდგენა გქონდა რომ ყველაზე ჭკვიანი ხალხი ვართ, ყველაზე მაგარი ხალხი ვართ. აი, ხო ყველამ გვაჯობა. ყოფილი არ წავარ შორს. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. გადახედეთ ეგრე უზბეკეთი. როგორ იზრდება უზბეკეთის ეკონომიკა, რამხელა ინვესტიციები შედის, რა სიმგონებაა ტაშკენტი. აღარაფერს ვამბობ ყაზახისტანზე, აღარაფერს ვამბობ თურქმენისტანზე, აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანზე. ჩვენ ფიზიკურად ვეღარ ვჩებით ჩვენ ქვეყანაში. და ყველა პოლიტიკოსი. ვიღაცა ირანელის გულისთვის თვალებს ამოგთხრის ვიღაცა და აგერ გაუბედურებული ავალიანის დედას გვერდში არავინ დაუდგება. ის არის წინოთ იქ. ცალკე თემა იქ საერთოდ. მე ამ ფსიქოლოგიის ხალხს რა უნდა ველა? ამ ფსიქოლოგიის ხალხს რა უშველს? ამ ფსიქოლოგიის ხალხს უშველის მათრახი. და იძულებითი გასასწორებელი სამუშაოები. აბსოლუტურად ყველას უნდა ჩამოართვა წლომა ინტერნეტზე. იმიტომ რომ სეთურის ბრბოცა და იმის რა ქვია, დემოკრატიაში სათვალავში შედის. რა თქმა უნდა ამ ხალხს დემოკრატია, რა თქმა უნდა ამ ხალხს თავისუფლება. ამ ხალხს უნდა მათრახი. თავში. ზედმეტი იყო ამათვის. ზედმეტი ამათვის. რამაც ჭიკვაძე ამბობდა, ეს ბატონო, ეს დემოკრატიაო ჩვენთვისო, საერთოდო ეს სამყოფილოა ჩვენთვისო მიღებული, ეს არ არისო ჩვენიო. ჩვენთვისო მისაღები ის. ჩვენ გვინდა მკაცრი ხელი და მათრახი თავშიო და, კი ბატონო, უნდა. ჩვენი რო ყოფილა ალიევი, აჰა, საქმით ჩანს. საქმე მან შენ მან გამოგაჩინოს შენ. საქართველოს ვინდა წევლა და ქართველებს გვაქვს ებრაელების წევლა. არც შენი გესმოდეს და არც ხისი იცოდეოდა. იმან დაწყევლა საქართველოს, რომ ქართველის გარდა ყველა არის ზევით, გვარით ქართველები და ცნობიერებით საერთოდ რარჯულის ხალხი აქვს მართლაც. ამან დაწყევდა საქართველოს. და საქართველოში ქართულ ენაზე საუბარი და ეროვნების ხსენება და პასპორტში ჩაწერა და მსგავსი რაღაცეები ეს სიბნელეთ ფასდება და საქართველოში ინგლისური თუ არ იცი სამსახურს ვერ დაიწყებ და
ამას თავი დაანებია, ამათი იდეოლოგიის თუ არა ხარ, ზოგადად არსებობა გადაკეტილი რა. ინდაწყებლა ერთმანეთს დაუწყებლეთ და ერთმანეთს უკეთებთ ამას. ეს სიმართლე გითხრათ, აი ეს ზბროდი, რომელიც დღეს პოლიტიკაში არის ჩართული და ვითომ ქვეყნის ბედზე ლაპარაკობს და ამას რო კიდე მომხრეები ყავს და ტაშის მკვლელები რო ყავს, თუ ესენი არის ქართველიერი, მაგრამ არ არის ესე, იმიტომ რომ 60% საერთოდ არ ერევა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ხედავს რომ ყველა ნაგავია და მე ასეთი საზოგადოება არაფრისთვის არ მეწოდება. არც ბიძინას მონობისთვის, არც ნიშას ცოცხისთვის და დუბინკისთვის და არც 90-იანი ბნელებისთვის და არაფრის, იმიტომ ასეთი უთავმოყარეო და ასეთი ვისზეც დაწერილი არის ბედნიერიერი, ასეთი კატეგორია ადამიანები ყველაფრის ღირსი არიან. მასე უნდა ექცეოთ. აი ეგ არის. და ესეთ ადამიანებს, როდესაც ხედავენ უცხოეთიდან და საერთაშორისო საქმე არ აქვს, დაზვერვა კარგად ისწავლის საზოგადოების ფენებს და იმას, მე აღმოჩნდება, რომ სეთურის ბრბოს და სეთურს პატივს არავინ აღარცევს. არ ვიცი ვერ გეტყვით. ეს მონური ფსიქოლოგიის ნაწილი არის. ამერიკის ელჩმა ის თქვა, ბრიტანეთის ელჩმა ის თქვა, მორჩა ამერიკის კონგრესმენმა ეს თქვა, მეტი მე არ მაინტერესებს არაფერი, ვიღაცამ ფონ კრამონმა, რაცა ფონ დერ ლაიენმა და ამას ასკები მოგსოვა ქართული დროშით და ვაიმე დედა და აი ეს ბიომასა. ეს ბიომასა ამის ღირსია? თუ ის მეორე ბიომასა არის ამის ღირსი. ღმერთო, ბატონი ბიძინა, როგორი კეთილია, როგორი მეცენატია, როგორ გადაგვარჩინა, როგორ გვიშველა. აი ეს მასა არის ამის ღირსი? დებილო, ავატყოფო, ჩოლუნგო. ცხოვრებისეულად უცოდინა რომ მეორე მსოფლიო ომის მომგები ჩერჩილი გადაერჩია ბრიტანეთმა და აქცეული და სულში ჩაფურთხებული და გასწორებული საფრანგეთის ყუბოდან ამომყვანი, ასე რომ ვთქვათ და გამარჯვებული ერათმქცეველი შარლ დე გოლი ერთ წელიწადში მოიშოლა საფრანგეთმა. ამის მიმართ რავალი გვაქვს, ამ ურიის მიმართ მთელ ერს. რა გვაქვს ერთი გამაგებიეთ ერთი რა, რომელი დიდგორი ამ კაცმა მოიგო, ასე რომ უძრებით ამ ტრაქში. ეგ არის. მოკლედ ეს იყო, ხვალისთვის უფრო მნიშვნელოვანი დეტალები იქნება ამ ყველაფრიდან გამომდინარე და დიდი პროგნოზირება არ ჭირდება ამ იმას. ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ ეს ტერიტორია ტრამპმა ეგერ პირდაპირ თქვა, კავკასია რუსეთის ტერიტორია არისო და თავის პატრონს დაუბრუნდება ახალ ფორმაციაში, მაგრამ რუსებს აქვთ ერთი ძალიან დამპალი სტრატეგია. ბოლომდე სანამ არ გაპარჩაკდება, მანამდე ხელს არ გაუწვია. რომ მე ისტორიულად წამოსაძახებელი არ ქონდეთ. აი ისე გაუკეთებს. და აი ალბათ ესე დაგლეჯილდა მიტაცებული მას ფედერაციის სუბიექტებად ალბათ იქ იმას კრასნოდარის მხარეს შეუერთებს, იქ იმას ჩრდილო ოსეთს შეუერთებს და განარჩენ ტერიტორიასაც რამენადაც აითვისებს და აი ეგეთ ჯოგს ისიც იყიდის ფულს გადაუხდის და ქართულ რუსულ ძმობაზე ამღერებს და ასე იქნება ასე. ახლა მაშინ ალტერნატივა თურქეთია. განწარებული ქართველი იმას იტყვის, ეგრე ჯგუფს მაინც არ წამართმოსო და დაუბრუნდება ალბათ საწყის ყველაფერი სამწუხაროდ. ყოფილა ეს ხალხი თავისუფლების ღირსი.
იმიტომ რომ მთელი 35 წლის მანძილზე ამ საზოგადოებამ და ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო გაფარჩაკებული, გადაშენების პირას ყოფი ერი, საკუთარ ქვეყანას მოქცეოდნენ ასე გაეწირათ ერთი მეორე და ქართველები ერთმანეთის გამწირავები არიან, ისე არც ერთი ერი არა ერთმანეთის გამწირავი ისეთი. ეს პერსპექტივა გვაქვს. მე პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჯერ ერთი ეს ნატო და ევროკავშირის საფრთხე არსებობს ძალიან მალე. და დღეს რო ბებერინა ბოზვარი ბონდომძინარაშვილი იყო გულაშვილის ტელევიზიაზე გამოსული და 78 მუხლის პროტესტზე რო ლაპარაკობდა, არ უნდა გვეწეროს კონსტიტუციაში, შეპატრონ მოწნულო. ისე ლაპარაკობ, ვითომ მაგი ნაცებს არ ჩაუწერიათ, თავის დროს ჩაწერეთ ქოცებმა. ვის ტრაქშიც ახარ შენ, ბონდომძინარაშვილო, შემძრავლე და სხვა დანარჩენი, ესა ქოცმადიდებლები. ეხა ვისთან ჩი ვიხართ? გამოსავალი კი არის ყოველთვის, მაგრამ ძნელია ძმაო ეს გამოსავალი და არავის არ უნდა თან ცოტა ნაწილს უნდა ამემის, რა ქვია. გამოსავალზე ხელის მოკიდება და თუ შეიკრიბება ერის 1% უანგარო პატრიოტი, რომელიც ქვეყნისთვის გადადებს თავს, გამოსავალიც ნანახი იქნება და გასავალიც. შეიკრიბება? შენ პირადად გიორგი გიორგობიანი, არ ვიცი, შენი სურათი არ გიდევს. ვინა ხარ იდენტიფიცირებულად სახელით გვარით ხარ თუ არა ეგ ადამიანი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შენ პირადად მონაწილეობ რამეში? ხარ? აქ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში. მაგრამ შენ პირადად მონაწილეობ რამეში? ამ რაღაც ეროვნული გამოღვიძებასთან დაკავშირებით? მე არ გიცნობ შენ მიუხედავად იმისა, რომ კი Facebook-ზე აქ ხედავ და მიმოწერაც გქონია ერთმანეთში, მაგრამ ასეთი გულახკინებული პატრიოტი კაცი რეალურად რატო არაფერში არ ახარ ჩართული? არ ვიცი, ამიტომ მესმის უნდობლობის საკითხი ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ რა ვიცი, თუ ასე შეგტკივა გული, უნდა მოქმედებდი ადამიანი. იტალიაში ბრძანდებით? ხო, რავი, ცუდი ძმაო, ცუდი. არ ვიცი, იდენტიფიცირება შეუძლებელია. ესე ძალიან ბევრი ადამიანი არის. საქართველოს სულ რაღაცა 3 მილიონი ნახევარია და 7 მილიონი პროფილია გონია Facebook-ზე შექმნილი და ვინ-ვინაა კაცი ვერ გეიგებს. ამიტომ ვამბობ. მე სად მივიდე, ჩემო ძმაო, მე რა მინდა ვიზინას, ან ვინ მიმიშობს ვიზინას. როცა ვნახე 2012-ში მაშინ რომ ვწოდნოდა ვინც ხა იყო, თავს ჩავარტყამდი რაღაცას, მაგრამ ახლა ვინ მიმიშობს მე ბიზნესთან. აი ხარე შემოძმაო შალვა და ქალბატონი დენიზა ნამდვილად მოსასმენი ადამიანები არიან, თუ უსმენ ბევრი რამე დაგრჩება. რა ვიცი, თუ რამე კითხვა გაქვს დამისვით და დაგემშვიდობებით. არჩენზე ხვალისთვის. კი, მაღაროელები დაიჭირეს, მიუსაჯეს. კიდე ბევრს დაიჭერენ და კიდე ბევრს მიუსჯიან, იმიტომ რომ კაპიტალისტური რვაფეხა, რომელიც ყლაპავს და ანადგურებს ამ ქვეყანას, ღმერთო დალოცოს ბატონი ბიძინა, მისი წყალობით ზენიტში ასული და არავის არ იგდობს ადამიანებს და ადამიანების უფლებები არ არსებობს ამ ქვეყანაში და რა გიკვირთ? საჩხერელმა კაცმა ჭიათურის აყვავებაზე ლაპარაკობდა, ზემოიმერელი კაცი. და ისე წაიყვანა ზემოიმერლების და ქვეყნის ბედის საქმე, რომ საერთოდ სანატრელი გაუხდა იმ ხალხს,
ბიზნეს მოთხრევამდე რა პირობებშიც არსებობდნენ და ეგრე გასკვანჩა და ჩაყარა ციხეში. ზამთარი როგორ გითხრა ჯიგარო, აქ დიდი თოვლი არ იცის, პატარას გადმოყრის და დანარჩენი სულ ასეთი ამინდები არის. ნუ ყვარყვარესაც გავს, კი, ყვარყვარიზმის ეპოქაც არის, მაგრამ მე უფრო სიმართლე გითხრა, ითაც დავიწყე ისევ იმით დავამთავრებ რა. აი ესა არავინ იცის რა დაიწყოს, არავინ იცის საიდან დაიწყოს, არავინ იცის რა უნდა გააკეთოს, არავინ იცის რა ვის მოусმინოს, რას მოусმინოს, ვინ დარეკავს, რა დარეკავს, დირექტორი ღმერთმა იცის აღმადაღმა საით დარბის და გამორბის და ისე და ახლა ყვარყვარიზმის ეპოქა მიშას დაცინოდნენ, მიშას დროზე ყვარყვარი არ გადიოდაო და რამდენი ხანი არც მე მინახია საერთოდ გენიალური ქართული ფილმები ეროვნულ მაუწყებლებზე გავსებულია თურქების და რა ვიცი ამ უჯულო ხალხის. ხო ამ ხარეშიც მავასე არის ის იმიტომ რომ ახლოს გოლდსტრიმის თბილი დინება გადის და თავის გავლენას ახდენს. რა კითხვას მისვამ შენ შემოგევლეა. ურჯონიკიძე როდის მერე გამოვიდა ქვეყნის მხსნელი. ურჯონიკიძე მოღალატე იყო თუ სოსელო ტყილა არ კლავდა მას ეთებს. სოსელომ წააგდებია თავი. თუმცა მის იდეოლოგიაში სხვათა შორის ურჯონიკიძე როგორც ბოლშევიკი იდეინი იყო და ბოლშევიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბოლშევიკურ რევოლუციაში ესა რა ქვია ძალიან დიდი წვლილის შემტანი იყო და თვითონ თავადური წარმოშობის ადამიანი გლეხების დამუშავების მხარეს იყო როგორც პიროვნულად ამათ ვერ შეადრის ადამიანი მაგრამ როგორც მისი განვლილით ურჯონიკიძეზე ვინც იტყვის რომ გმირი იყო ტყვია შუბში. ახლა რო ავიღოთ ხო ურჯონიკიძე ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი. ამას ვერ ხვდები იცი ქართველები. ჟორდანიას დედა მოუხდა პროსტიტუტ გასულ. ჟორდანია ახლა რო თქვას ვინმე რომ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი დაიჭირაო და ამიტომ მიყვარს რომ ამას ნიშნავს რომ გაიგაცია? ამით ნიშნავს რომ გაიგაცია? ბოლშევიკები, მენშევიკები, ჟორდანია და ესა იყო ერთი ნაგავი ორივე. ამაგით თუ მინდა გული მოიფხანო ურჯონიკიძეს ივას ჟორდანიას არაფერი დაკარგვია, ყველაფერი გაზი და წაიღო გემრიელა და ეგერ შიგ ევროპაში ცხოვრობდა და მისი დამპალი შთამომავალი გამოაგზავნა ეგერ საქართველოში პრეზიდენტად დაჯდა და მე იმის გულიზა შემჭამეს ამ ავანტყოფებმა იმის რა ქვია, რას ქვიაო საფლავზე მივიდაო და რას ქვიაო საფლავზეო ის სიტყვებიო უთხრა. კი, ნამდვილად მიმაჩნია რომ ურჯონიკიძის ესა მაგის საფლავზე უფრო მეტიცაა, მაგრამ ახლა საფლავს შეურაცხყოფას არ ვარ მე ის კატეგორია აყენებს. ქართული მიწა არ უნდა იღირსოს და არც ეღირსა და შევარნაძეს ამოსაათხრელია და გადასასვენებელია ეგერ ბადენ-ბადენში მე თუ მკითხავ არც იმას ეკუთვნის ესა რა ქვია. რომ ეხტემა შემდგომში ლაივი ვკითხავ. აცო დღეს ვერ ხედავთ ურჯონიკიძეს, მე რა გამგვირვებია ესე. ურჯონიკიძე არ განიხილავდა არც საქართველოს და არც აზერბაიჯანს და არც რუსეთს ცალ-ცალკე ემოთ. ის განიხილავდა რომ ეს იყო ერთი დიდი ბოლშევიკური რევოლუცია და ის არ თვლიდა რომ სხვას მისცა მიწა. ნახდათ არ თვლიდა. და ამ სულაძაღლებულებმა აგერა დღეს არაბებს მიყიდეს პირდაპირ მიწები და წიაღისეული სიმდიდრეები ერის და ყველა ესენი ურჯონიკიძეზე რათი არიან უკეთესები.
ბოლშოვიდან ორჯონიკიძის სახელი მესმის. ორჯონიკიძე ნეტა ერთი ორჯონიკიძე ყოლოდა საქართველოს მოღალატეთ მარტო და დანარჩენი ყველა პატრიოტები ყოფილიყვენ. გეთანხმები ჩემო ძმაო, გეთანხმები, ნამდვილად ბადენ-ბადენში კი არა. იმაში არა, ქვია, საერთოდ გადასაგდებია და როგორც მონანიებაში საკუთარი ხელით ამოთხრის თავის წინაპარს და გადააგდებს მამას და ისია გადასაგდები შევარდნაძეც იმედა. მე თუ მკითხავ, ასეა ეს, მაგრამ ეს სასაული ხალხი ხართ რა. აი გვადიბიგვავი დუგინმა რა თქვა, უნდა დავიყროთ საქართველოს. აბა რა სიტყვა და ახლა დუგინი რომელიც არის ისა რა ქვია კრემლის ისა რა ქვია დერჟავნიკი რა სიტყვა და აბა საქართველოს დამოუკიდებელი თავისუფალი იყოსო. არა მიუშვათ ეგ ვასაძე და მოსკოვში კი არის და ვასაძე დაელაპარაკება დუგინს და დუგინი შეეცვლის მის დამოუკიდებლობას. გადასარევია ხალხო თქვენი ამბავი. ეხლა მაგ როგორა იცი დავით აღმაშენებელი რო გააცოცხლო და დავით აღმაშენებელმა თქვას რომ ისო რა ქვიაო დაუბრუნოთო თურქებსო ეს ტაუკლარჯეთიო და ესო აჭარაო და ეგ არაბებს თბილისიო ხო წარმოუდგენელია. აბა ახლა დუგინი თემაინს ასეთი იყო და ეს რო იყო ამ ლიბერალების საყვარელი იგი რა ქვია რა ეჯენდების გვარი იყო ნავალნი უკნიდან განათლებული დემოკრატი მთელი საქართველოს უკაცრავათა ტრაკიდან განათლებული საზოგადოება რო მიტიროდა ის რაღაც ერჩოდა საქართველოს ის დუგინზე მეტი უარესი იყო 2008 წელს პუტინს აგინებდა კვარდაცოცხალს ასქვიაო ტანკები თბილისში არ შეიყვანებო აი შემოძმაო აი იდეა კაია ყველა უნდა გამოვიყენოთ რუსეთის თამადობით საქართველოს სასარგებლოთო გეთანხმები ძმაო გეთანხმები მაგრამ ახლა შენ მე ერთი გიორგი ბრწყინვალე მანახე ვინც მაგას აკეთებს და ავჩუმდებ მაგ სტრატეგიას ვემხრობ მაგრამ რაც მე თავი მახსოვს ყველა უკნიდან განათლებული და ყველა ეს შიგევროპელი ზუსტად გამსახურდიას მე და საქართველოს აყენებიებს ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესებისთვის და რა ვიცი აქ როგორ წავა საქმე ვერ გეტყვი ვერაფერს ხა კაია სტრატეგია კაია შენ გენაცვალე მაგრამ აი პრაქტიკაში როგორ განახორციელებს და ვინ განახორციელებს მაგრამ ვინ გააკეთებს მაგას ბიზნესმენშვილი გააკეთებს საკაშინო რაც გააკეთა ვნახეთ თუ ელენე ხოშტარია გააკეთებს თუ გირჩი გააკეთებს თუ გახარია გააკეთებს რომელი ერთი რომელი გააკეთებს ერთი ამის სახელი რომელი გყავს გიორგი ბრწყინვალე თუ შემოულაწუნე გააკეთებს გიორგი მარგველაშვილი კი ზახოდა ისე კი ზახოდა ლელა კაკულია გიორგი ბრწყინვალე მოვაო და იგი გააკეთებსო და ვერ მევიდა გიორგი ბრწყინვალე და ახლა შემსვლელი მოვიდა კაკულიას და იგი ზახის ცოტნე იქნებაო მეფეო და ცოტნე გააკეთებსო და ხეყავს ეგერ ცოდნე ხო არ ვიცი შემოძმაო ფიო წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ გიორგი ბრწყინვალე დღევანდელ რეალობაში
აი წარმოგიდგენიათ, რომელიც ცივის მთაზე დაპატიჟებს მოღალატე გახარიას, მოღალატე ღარიბაშვილს, მოღალატე იმას რა ქვია ამათი გუნდიდან ვამბობ მე ლილუაშვილს უშიშროების მინისტრს, მოღალატე გოგაშვილს, მოღალატე რიჟვაძეს, მოღალატე მადამ პამპადურს, მოღალატე გიორგი მარგველაშვილს და ასე შემდეგ რა ამ მოღალატეებს დაპატიჟებს, ნივე ფარცხალაძეს ვთქვათ და ხავს წააგდებიებს, იმიტომ რომ თქვენ საქართველოს დაუშავითო? არ შეიჯვალეკო გააკეთებს კი ზურა იქიდან ციხიდან თქმა უნდა თუ დინარაძე გააკეთებს, თუ ჩიჩილაკა გააკეთებს? საერთოდ პირში სული როგორ გვიდგია ერთ და ჯერ კიდე რომ აი მართლა ასეთი პრეცედენტი არ არსებულა ხალხო. ორი პრემიერ-მინისტრი, ორივე მოღალატეები რო გითხო. ორივე კორუმპირებულები. უშიშროების შეფი კორუმპირებული, მოღალატე. მოადგილე გოგაშვილი კორუმპირებული მოღალატე. გუბერნატორი კორუმპირებული მოღალატე. ფარცხალაძე გენერალური პროკურორი მკვლელი. ამათი ბრალდებებით, კაცო. ჩემ ბრალდება ხო არა, იგი წაყენებული. აღარაფერს ვამბობ ახლა ისეთებზე, როგორებიც იყო მაგალითად კვინიკაშვილი და ბახტაძე საერთოდ იმათ ერთმანეთის. ეს ხალხი და ვინც ესენი დანიშნა, ის წმინდანი ხელშეუხები. სულ დღეში ვართ. კარგად ბრძანდებოდით, აი ამის თქმა შემიძლია მხოლოდ როც სულ დღეში ვართ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.